ინდოეთის დედაქალაქ დელიში ავტომობილის აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა. აფეთქება მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გამოიწვია და დაზიანდა რამდენიმე მანქანა. ინციდენტი ერთ-ერთი მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში დაზიანებული ავტომობილები და პოლიციის მიერ შემოსაზღვრული ტერიტორია ჩანს. თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქება ძლიერი ხმაური მოჰყვა. ერთ-ერთი მათგანი აფეთქებულ ავტომობილს უკან მოჰყვებოდა. ეს ავტომობილი ჩემ წინ მიდიოდა მაქსიმუმ 1-2 ნაბიჯის დაშორებით. შემდეგ კი უცებ აფეთქდა. არ ვიცი რა იყო, ბომბი თუ სხვა რამ. უცებ აფეთქების ხმა გავიგეთ, გავიქეცით, მივედით, მაგრამ შიშით ახლოს ვერ მივდიოდით. დავინახეთ სხეულის ნაწილები, ასევე გზის ნაპირას დაზიანებული საჭე. ვერ გამოვხატავ, ვერც კი წარმომიდგენია, როგორ უნდა გადაიტანონ ოჯახის წევრებმა ეს ტკივილი. ენით ვერ გადმოგცემთ, რამდენად ძლიერი იყო აფეთქება. უსაფრთხოების რეჟიმი გამკაცრებულია დელის საერთაშორისო აეროპორტში, მეტროსადგურებსა და სახელმწიფო შენობებში. წითელი ფორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აფეთქება მოხდა, ოდესღაც იმპერიული სასახლე იყო. ძველი დელის ერთ-ერთი ისტორიული და ღირსშესანიშნავი ადგილი.